ჩვენ კვლავ ერთად ვართ და მე ასტროლოგი ტალზაყვანი მიხეილ საგალი ყოველ შემთხვევაში ეხლა თქვენ ვინც იცით დღეს რა დღე არ გაგიგვირდებათ რატო გაუჭირდა ჩვენს გადაცემას ასე ვთქვათ დროულად დაწყება რითაც ბოდის გიხდით თავისთავად მაგრამ პატარა ტექნიკური პრობლემები იყო აქ ცოტა ოპერატორებიც გაწვალდნენ მინდა გითხრა და ეგვეცინებოდა იმაზე რომ ესე იგი დღეს სავსე მთვარეობაა მოიხსენებათ ახლა სავსე მთვარის დროს ტრადიციულად რაღაცა პრობლემა აუცილებლად უნდა შეიქმნას ნუ ახლა აუცილებლობა არ არის მაგრამ ხშირია ეს მომენტი მინდა გითხრათ რომ ესაც ჩვენ გრძნობთ რომ სხვა ჩვენს ტელეკომპანია კავკასიის ეთერშიც არაერთხელ იყო ესეთი ამბავი როცა ხან ახალ მთვარეზე ხან სავსე მთვარეზე ხან დაბნელებაზე იყო რაღაც ტექნიკური პრობლემები ამიტომ ახაც შეიქმნა ესეთი ტექნიკური პრობლემა რაც ნუ იმედია გამოსწორდა უკვე და ჩვენ გვეძლევა საშუალება რომ გავაგრძელოთ ესე იგი და ჩვენ გადაცემა ასე ვთქვათ სწორედ დავიწყოთ ესე იგი იმედია რომ თავს თუნდაც არ გძნობთ იმიტომ რომ სავსე მთვარეობა მაინც ცოტა ესეთი დღეა რომელიც ითხოვს ცოტა მეტ სიფრთხილეს წინ დახედულობას მათ შორის მოქმედებისას აქ არ უნდა იყოს არავითარი კონფლიქტი საქმე და გარჩევა ეცადეთ რომ ცოტა მეტად გავაფრთხილდეთ საგუტარ ჯანმრთელობას რომ ამ ხრივაც არ იყოს პრობლემა არ გაცივდეთ ტრაუმატული ტენდენციების კუთხითაც ვიყოთ ცოტა ფრთხილად იმიტომ რომ სავსე მთვარეზე მოდის ზედმეტად დიდი ენერგია და ამ ენერგიას ყველა ვერ უძლებს ზოგი დაუშვათ ამ ენერგიისგან ვარდება დეპრესიაში ზოგი აგრესიაში ზოგი არ იცის საწაიღოს და გადადის კამათზე კონფლიქტებზე და ასე შეგვიძლია. ამიტომ ვეცადოთ რომ დღევანდელი დღე მშვიდად გავიაროთ. და ნუ ახლა თუ ესეთი რაღაც ამდაგვარი ტექნიკური პატარა პრობლემები იქნა, ნუ არ შეგეშინდეთ და ამაზე მით უმეტეს ნერვები არ მოიშალოთ. მოდი ეს ვთქვათ, ყველაფერი ეს გამოსწორებადია. ეხლა უკვე მოდით დღევანდელ ესე იგი ჩვენს თემას შევეხოთ, როგორ იქნება უახლოესი ერთი კვირა, საუბარია 14-20 აპრილის შუალედ შემდგარი ასტროლოგიურ პროგნოზზე და პირველ რიგში ესე იგი დამშვენი რაც არის აქ არის ის რომ 19 რიცხვი შაბათი დღე ითხოვს ყურადღებას იმიტომ რომ აქ უკვე ხდება სტიქიათა შეცვლა ჩვენ თუ ახლა ვიმყოფებით ცეცხლის სტიქიაში ანუ მზე გადის ვერძის ზოდიაქოს რომელიც განეკუთვნება ცეცხლის ტიპია სწორედ 19-დან უკვე სხვა შორის 23 საათიდან 57 წუთიდან მზე გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს. შეენახეთ, რატო აი რთული ხშირად როცა მეკითხებიან, აი რომელი ზოდიაქოს ნიშანი ვარ და ესეთ რიცხვებს ახსახელებენ დავშოთ 20 ან 19 ან 21 ანუ გარდამავალი ზოდიაქოს ნიშნებს შორის რიცხვები. აი ხა ნახეთ 19-ში 2025 წელს, ესე იგი 19-ში ვინც დაიბადება 22 საათზე, 23 საათზე, მოდის ვიხდი და 56 წუთზე, ის არის ჯერ კიდევ ვერძი. მაგრამ ვინც დაიბადება 23 საათზე და 57 წუთზე, ის არის უკვე კურო. აი ნახეთ ახლა როგორ ეცა ადამიანი მოდის მეუბნება იცით რა მე 19-ში დავიბადე. ახლა ზუსტად აი ეს თუ არ იცით რომელ საათზე დაიბადა და რომელ საათზე იმ წელს შევიდა დაუშვათ კუროში მზე ასე ზუსტად ვერ ეტყვით. აი ეს მომენტი, ამიტომ ის დაიბადება 23 საათზე 57 წუთზე 19-ში შაბათს ის უკვე კუროა. ეს გაითვალისწინეთ, ეხლა მშვენივრად მოხდეს, ვისაც მით უმეტეს ეხლა შვილების მოლოდინში არიან და ასე შემდგომ. ეხლა მოდი ამშვენოთ სხვა მშვენი მოვლენები. დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკვე ვარყოფითი ენერგოველისკენ. თუმცა მთლიანობაში მაინც კვირა ცუდი არ არის, მაგრამ გარკვეულ პატარა წყალქვეშა დინებებს უკვე ემასთან დაკავშირებით მიდის ვარყოფითი ენერგოველისგან ის უკვე შექმნის. და ამიტომ ყველა ნიშანს სჭირდება გარკვეული ყურადღება იმ ტენდენციების მიმართ, რომელიც მოსაუბრელია ამ კვირის განმავლობაში. მთლიანობაში ზოგადად კვირა ცუდი არ არის, მაგრამ ზოგიერთ ნიშანს ექნება ცოტა მეტი სირთულეები, იმიტომ რომ ნუ აი ესე წყალქვეშა დინებები უკვე თანდათან თვალსაცემი გახდება. ნუ დავიწყოთ მაგალითად ვერძით. აი ვერძის ცხოვრებაში მაგალითად შეიძლება გარკვეულწილად გაიფანტოს ილუზიები. და აი ამან შეიძლება ცოტა ესეთი ზოგჯერ მძიმე ფორმები მიიღოს, იმიტომ რის იმედი ქონდა, რაზეც ქონდა გარკვეული წარმოდგენა, შეიძლება ყველაფერი დაემსხვრეს. რო იტყვიან და უცებ ვერძი, რო იტყვიან მიწაზე დაანარცხონ. ამ ტენდენციებს მიაქციეთ ყურადღება. ეს ის პერიოდი, როდესაც ძველი დაუსრულებელი საქმეები ან კარმული ურთიერთობები აქ აუცილებლად მოითხოვენ ყურადღებას და უფრო აქტიურ მოქმედებას თქვენი მხრიდან. ეს პერიოდი სხვა შორის სამაგერო ტვისთვის არის კარგი, ვერძებო. აი ძველი წარმოდგენებისგან გაგანთავისუფლებთ, ეგოიზმისგან ცოტა განთავისუფლეთ და თუ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გქონდათ საკუთარ თავზე, ამისგანაც ცოტა განთავისუფლდებით. ამ ხრივ სხვა შორის ნამდვილად კარგია. ენერგოტონუსს თქვენ არ უჩევით.
ჯანზე ხართ, ენერგია ბევრი გაქვთ, ამიტომ ვერ შეუძლია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერული რეგულირების წარმოჩენა, ასვაში სიახლეებისთვის, ასევე რეფორმატორული მოქმედებისთვის, იცის რომ როგორც ხელმძღვანელმა ორგანიზატორმა კარგად წარმოაჩინა თქვენი მონაცემები ამ კუთხით, ეს კვირა საკმაოდ კარგი და ეფექტურია. ამიტომ მთლიანობაში კარგი ერთ-ერთი უბრალოდ შეიძლება ზოგიერთი ვერძის ილუზიები გაქრეს და ცოტა ეს დანარცხება მიწაზე ამ კუთხით შეიძლება ცოტა რთული იყოს, მაგრამ მთლიანობაში კვირა უდაოდ კარგია. მაინც დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ნარგოველშია და ეს მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ შედარებით მაინც ყველა ნიშანმა მშვიდად გავიაროთ ეს პერიოდი. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ აქ ენერგოტონუსი მართალია ნელ-ნელა თქვენი უმჯობესდება, მაგრამ ჯერ კიდევ არა ისე, რომ თქვენ მოგიდოთ ხელის არის მოქმედებებს, რაღაც ახალი გრანდიოზული პროექტები დაიწყო და ამას ჩაერთოთ, არა, ამისთვის ეს პერიოდი ნამდვილად არ ვარგა. აქ ჯობია ან ძველი საქმე დაასრულოთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, თუმცა ზოგიერთი დავუშვათ ოპერატიულად მოქმედებს, ზოგიერთი იდეის რეალიზაცია სავსებით შესაძლებელი იქნება. უფრო მეტად შეიძლება ამ კვირაში წინასწარ განსაზღვრული ფინანსური ხარჯის წინაშე აღმოჩნდეთ, ან არასწორი იყოს თქვენი კაპიტალდაბანდება. მოდი ესე ვთქვათ, მოვერიდოთ ამ კვირაში კაპიტალდაბანდებებს, მოვერიდოთ რაღაც საყიდლებს, მithomეთ ეს ცოტა ძვირი საყიდლებია, ამ ხრივ ეს პერიოდი არ ვარგა და გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ მოშორნეები, ფარული მტრეები, ადგილი იქნება ჭორებს, ინტრიგებს, ამიტომ ყველას კარგი იქნება ენას კვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, ცოტა მეტად დაასვენეთ ისე თქვენი ორგანიზმი, იმიტომ რომ ამის შემდეგი კვირიდან უკვე რეალურად როგორც კი მზე გადავაუყო თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, აი უკვე იგრძნობთ რა ერგოტონუსი აშკარად მაღალია, თქვენი განწყობა უმჯობესდება და შანსები წარმატებისა მოიმატებს. ამიტომ ახლა ეს ბოლო ესე ცოტა რთული კვირაა და ეცადეთ რომ მან გარკვეულწილად კუდი არ მოგიქნიოთ. ამიტომ ეცადეთ რომ ცოტა ფრთხილად წინდახედულად გავიაროთ ეს კვირა. ეხლა რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. მოდი ამშვიდ რომ ტყუპებისთვის პერიოდი უდაოდ არ არის ცუდი, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი გონდამახვილია, აქტიურია, ენერგიული, ინიციატივიანია, ქარიზმატულია, თუმცა გარკვეულმა გულაცრუებამ შეიძლება ეჩინოს თავი ან გარკვეულმა წინააღმდეგობებმა. მით უმეტეს თუ რაღაც შეეჯახეთ მაგალითად ავტორიტეტულ აზრს. აი აქ შეიძლება გარკვეულმა სირთულეებმა ცოტა ეჩინონ თავი, მაგრამ მთლიანობაში მაინც ეს არ არის აუცილებელი რომ ჯერ ეს მოხდეს და რომ მოხდეს მთლიანობაში ნამდვილად ვერ წაშლის მთლიანობაში კარგი პერიოდის შესაძლებლობებს. იმიტომ რომ აქ მაგალითად ურთიერთობა მეგობრებთან იქნება ძალიან ნაყოფიერი და მეგობრების თანადგომა შეიძლება იგრძნოთ. ამის გარდა რეფორმების დრო გაქვთ ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი მეთოდოლოგია, ახალი საქმე, შეიძლება ახალი ვარცხნილობა, შეიძლება ახალი ტანსაცმელი რაღაც სიახლეების დროა თქვენ ცხოვრებაში. თან გაქვთ სპონტანური იმპროვიზაციის, ორიგინალური გამოხატვის, დავუშვათ უნარი, რაც ძალიან იქნება მიმზიდველი ბევრისთვის და ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი, იმიტომ რომ აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ბევრ თქვენს კითხვასაც პასუხი გაეცეს და შეიძლება აქედან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ამიტომ ძალიანობაში კვირა უდაოდ კარგია, ამ პატარა წყალქვეშეთინების უბრალოდ ცოტა მაინც მიაქცეთ ყურადღება. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, ამშვიდ რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ ჯერ არა იმდენად რომ თქვენ აქ გარისკოთ, ან ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, ან გადაიღალოთ, ამას ყველაფერს უგვიჩვენება იქნება. უფრო მეტიც, გარკვეულმა გულაცრუებამ შეიძლება ეჩინოს თავი, შეიძლება უცებ დაინახოთ ადამიანებში უმადურობა, რამაც შეიძლება თქვენს ემოციურ ფონზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. ამშვიდ ისიც რომ ამავდროულად საქმიანი კუთხით შეიძლება ცუდი არ იყოს ეს პერიოდი, გარკვეული შანსები იმას გქონდეს, თავარია ზედმეტად ბევრი არ აიღოთ საკუთარ თავზე, ვიდრე ამის მოთხოვნილება არის დაუშვათ თუნდაც საქმიდან გამომდინარე, დაუშვათ თქვენ ჯანმრთელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ თქვენ გადაიღლებით, მაშინ შეცდომებს ადვილად დაუშვებთ. ამას მიაქცეთ ყურადღება. რაც მეტად შეენარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს კოლეგებთან, დაუშვათ ხელმძღვანელ პირებთან, ეს მეტად გაუმჯობესებს თქვენი პროფესიონალური წინსვლის კარიული განვითარების შესაძლებლობებს. თუმცა შემდეგ კვირა ამ ხრივ რომ უფრო სასიკეთო იქნებოდა, უფრო დიდი შანსების მატარებელი ვიდრე ეს კვირა, ეს კი ეს უდავოა. უბრალოდ აქ ერთი დეტალია, მოდი ასე ვთქვათ, რომ შემდეგ კვირიდან დედამიწა ორბიტალურ რგოლში გადადის, ესაც მინდა წინ დაგიანოსო და საკმაოდ დიდი ხნით.
შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ აი მთელი აპრილის ბოლო ნაწილი, შემდგომ თითქმის მთელი მაისი კი და მე ივნისშიც კი უარყოფითი არგოველში შექნება. რაც საკმაოდ მძიმე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს გაზაფხულია, გადასარევი ამინდები გამოვა, მზე გადის ყველა სტაბილურ ნიშანს, კუროს და ეს მოგცემს რაღაც გარკვეულ პოზიტიურ შანსებს შესაძლებლობას, მაგრამ აი ეს უარყოფითი ენერგოველი ცოტა აგვირევს, ასე ვთქვათ, ამ კუროს სტაბილურ ტენდენციებს ზოგიერთ ადამიანს სამწუხაროდ, იმიტომ რომ აქ რო ყოფილი იყო სტაბილურობა, იქნებოდა იდეალური აპრილის ბოლო და მაისი. ეხლა ბოლომდე ამას ვერ ვიტყვი. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, ერგოტონუსი მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ქარიზმატულია, მიმზიდველია, ნამდვილი ლიდერია. შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენა, თან ფრიად გონება, მახვილია, კონტაქტურია. ზოგიერთ ძველ საქმესაც წარმატებით დაასრულებს, საჩვენს ან თუ რაღაც ურთიერთობები იყო, რომელიც გლიდა. ეს ურთიერთობები შეიძლება დასრულდეს, ვალებსაც გაისტუმრებთ, ძალიან მნიშვნელოვნად არაერთ ისეთ საკითხს გადაწყვეტავთ, რომელსაც სხვა დროს ვერ აბავდით თავს. ამასთან ერთად აუშვით, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც მზადყოფნაში ხართ სხვათა დახმარებისთვის, რაც ასევე ერთიურად გასდევს, გააძლიერებს თქვენს რეიტინგს და ძალიან კარგი პერიოდია მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით. უცხოელებთან რაც შეიძლება აქტიური კონტაქტები, უცხოეთში შეიძლება მგზავრობა, მოგზაურობა, შეიძლება ერთობლივი ან მივლინდება, ან პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან, სწავლა, ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი. არა მარტო შტაბ-შტილებების ჩამოხვალთ იქიდან, არამედ შეიძლება ჩამოიტანოთ მნიშვნელოვანი პროექტი, მნიშვნელოვანი იდეა, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება მატერიალური პოზიტიური შანსების პერსპექტივების გამოჩნდეს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ რაც შეიძლება მეტად აქტიურად დაარღვდანით ოპტიმიზმს და ეს მოგცემთ საშუალებას, რომ არაერთი იდეა რეალიზაციაში მოიყვანოთ და არაერთი მნიშვნელოვანი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, მოითხოვოთ, რომ მთავარია ამ პერიოდში არ გადაიღალოთ. ეს არ მნიშვნელოვანი, მაგრამ დაღლა კი, დაღლით შეგიძლიათ, მაგრამ არ გადაიღალოთ. გადაღლის შემთხვევაში შეცდომებს დაუშვებთ, ეს თქვენ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედებს და ნევროზულ სტრესულ ტენდენციებს შექმნის თქვენს ხასიათში, იმიტომ რომ მაინც იმუნიტეტი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ. მომავალი კვირიდან იგი გაიზრდება, მაგრამ აქ, ამიტომ რადგან იმუნიტეტი ცოტა დაბალი, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ ვიმეორებ. თორე სხვანაირად შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება ეჩინოს თავი, ან მათი გამწვავება მოხდეს. ამასთან ერთად მხარდაჭერა პარტნიორთან მხრიდან იქნება აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ზედმეტად დიდ გეგმებს, მათ შორის კარიული კუთხით, აქ დასახავთ. იმიტომ რომ ფრიად არასტაბილურია მაინც ეს პერიოდი საქმიანი კუთხით გეგმების გამიტარებაში შეიძლება ბევრი გეგმა საერთოდ შეიცვალოს თქვენი. ან შეიძლება აქ რაღაც მოლაპარაკება გქონდათ, აი ისიც კი შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზების გამო. ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ნუ ილაპარაკებთ თქვენი გეგმების და დაუშვათ თუნდაც ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ, რათა ეს ხმებმა არ გამიყენონ შემდგომ თქვენს საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, ერგოტონუსი ამ ნიშნისა მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, იმუნიტეტი ძლიერია, ამიტომ შეუძლია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, მეტი შრომის უნარიანობის, ნებისყოფის, ოპტიმიზმის, გონებამახვილობის გამოვლენა. აქ მზადყოფნაში ხართ დახმარებისთვის, მათ შორის დაეხმარებით ახლობლებს, მეგობრებს, დამატებით ვალდებულებებსაც აიღებთ საკუთარ თავზე. ყოველ შემთხვევაში შეიძლება აქ ცოტა გვერდზე გაწიოთ თქვენი სურვილები და ამბიციებიც კი. იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვანი იქნება მათ შორის ახლობლებისადმი დახმარება, სხვადასხვა შემდგომ ისინიც დაგეხმარებიან, მაგრამ მთავარი არის რა? აი წყალქვეშადინება რა არის აქ თქვენთვის? იმპულსური და ნაჩქარევი მოქმედება. აი ეს არა. იმიტომ რომ ეს გახდება დესტრუქციული და შემდგომ შესაბამისად დაგაშვებინებთ. ამიტომ თუ ამ წყალქვეშადინებებს გაითვალისწინებთ ნეგატიური თქვენი შტრიხების რაც შეიძლება გამოვლინდეს, სხვა მხრივ პერიოდი კარგია, საჩვენე ძალიან კარგია იგი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. მათ შორის ბიზნეს საქმიან პარტნიორებთან, სასქესო ურთიერთობა შეიძლება აშკარად გამოჩვენოთ, ზოგიერთი აღმოჩნდეს რომანტიკული ურთიერთობების ახალი თავგადასავლების წინაშე, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და იგი ხელსაყრელს თქვენი შემოქმედებითი ინჭის და უნარის აშკარად ახლებურად გამოვლენას, ამიტომ შემოქმედებითი მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, აუშვით, რომ აქ გამძაფრდება ბრძოლა ძალაუფლებისადმი და გავლენის სფეროების გადანაწილების წინაშეც კი შეიძლება აღმოჩნდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია აქ პარტნიორული მხარდაჭერა და ის რომ სიტუაცია კონტროლ ქვეშ უნდა გქონდეს და მოასწროთ ასევე სწრაფი ადაპტირება იმ სწრაფი მოვლენებისადმი, რომელიც შეიძლება აქ თქვენ ცხოვრებაში წარმოიქმნას. აი ეს ყველაფერი მოგცემთ საშუალებას, რომ საგრძნობლად აამაღლოთ თქვენი ავტორიტეტი
და გავლენის სფერო. და აქვე აღნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ ენერგოტონუსი არ არის მაღალი. ამიტომ ზედმეტად მაინც ნუ გადაიღლებით. ზედმეტ ნერვიულობასაც თავი დავანებოთ, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებმა ეჩინონ თავი, ყურადღება მიაქციეთ კვების სისტემას, რათა აქაც ან მოწამვლის ან სხვა სახის ნეგატიური ტენდენციების ალბათობა მარჩინოს თავი და რაც მეტად შეინარჩუნებთ ურთიერთობებს კოლეგებთან, ესეც ხელს შეუწყობს მათ მხარდაჭერას და ასევე თქვენს უფრო მეტად წინსვლას. მშვილდოსნის ზოდიაქოს რაც შეეხება, აღნიშნოთ, რომ გარკვეულმა სირთულეებმა საქმიანი კუთხით შეიძლება აკიჩინონ თავი, იმიტომ რომ მოიმატებს კონკურენტული ბრძოლა, პარტნიორებსაც შეიძლება მეტი პრობლემები წარმოექმნას და ამიტომ შეიძლება თქვენთვის მათ რეალურად არ ეცალოს ამ პერიოდში. ამ შემთხვევაში თუ თქვენმა იდეებმა შეიძლება უკვე ესეთ მხარდაჭერა აქ ვერ მოიპოვონ კოლეგებსა და პარტნიორებს შორის და ძალიან ბევრი იქნება თქვენი მხრიდან სუსტრაფობა, იმპულსური მოქმედება. შეიძლება ზოგადად თქვენთაგან საერთოდ გადავიდეს ანახალ ბინაში, ანახალ სამსახურში და ასე შემდგო ასეთ მოტივაციებად ჩვენ თავი, მაგრამ მიუხედავად ესეთ პატარა ნეგატიური წყალქვეშა დინებებისა, მთლიანობაში მაინც კვირა არ არის ცუდი. უდაოდ, რატომ? იმიტომ რომ ჯერ ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი. ამიტომ შრომის უნარიანობა, ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, თქვენი ოპტიმიზმი ხელს უწყობს მაინც იდეების რეალიზაციას, ხელს უწყობს უფრო მეტად თქვენს წინსვლას და როგორც ლიდერმა ხელმძღვანელმა მაინც ორგანიზატორმა შეგიძლიათ კარგად წარმოიჩინოთ თქვენი მონაცემები და ძალიან მნიშვნელოვანი ამ პერიოდში რა თქვენთვის სტაბილიზაცია შვილებთან და სასწავლებლო პარტნიორებთან ურთიერთობისა. ეს ერთგვარად გაზრდის თქვენი წარმატების ფაქტორს. ზოგიერთი თქვენთაგან შეიძლება ასევე ახალი რომანტული კონტაქტების წინაშე აღმოჩნდეს და არსებული ურთიერთობა საგრძნობლად აამაღლოს და გაუმჯობესოს. თხის გაზ რაც შეეხება ენერგოტონუსი მართალია ნელ-ნელა მატულობს, მაგრამ ერთჯერ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ შრომის უნარიანობა სათანადოდ გამოავლინოთ, პირიქით უფრო ადვილად იღლებით და ეს ის პერიოდია, როდესაც მეტი სიფრთხილე გმართებთ საქმეებში. თუ უმეტეს რაღაც ხვილ დაუშვათ გარიგებებთან გაქვთ საქმე, ხვილ საყიდლებთან, აქ შეიძლება შეცდომა დაუშვათ. ამან გამოიწვევს ძალიან სერიოზული ფინანსური დანაკარგი, ან ხელშეკრულებების საერთოდ დასრულება, ან გაწყვეტა. კონკურენტული ბრძოლაც მოიმატებს ამ ხრივაც ყურადღებით, ამას შეიძლება დაემატოს სანტექნიკის გაფუჭება სახლში, ან ელექტროტექნიკის ან საყოფაცხოვრებო პრობლემები, რაც დამატებით თანხებს მოითხოვს თქვენგან და ასე შემდგომ. ამიტომ მაინც აცადეთ, რომ უფრო ფრთხილად გავეროთ ეს პერიოდი, სარისკო მოქმედებებს მოვარიდოთ და რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ახლობლებთან, ნაცნობებთან და ოჯახის წევრებთან, მით მეტად ეს გაზრდის თქვენ სტაბილურობას და წინსვლის პერსპექტივას და პირიქით. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, გაქვს აქ ხიფათი იმისა, რომ მომატებული ენერგიის გამო, თვითრწმენის გამო აქ გადაამეტოთ თქვენს ძალაუფლებას და ზედმეტად ხისტად იმოქმედოთ. ამის შედეგად უკვე ფარუმტრებსაც შეიქმნით და საკმაოდ ურთიერთდაპირისპირების წინაშე აღმოჩნდებით. ეს პერიოდი ასევე გვამცდობს, რომ წყალქვეშა დინებებს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ სხვა მხრივ კი რაოდენობით კარგია. მან შეიძლება ფინანსური წარმატებებიც მოგიტანოთ. სწორად შეძლებთ მაგალითად თქვენი იდეების პრაქტიკულ რეალიზაციას, თქვენი პროფესიონალიზმის გამოვლენას, მაგრამ ასევე გახსოვდეთ, რომ იურისტებთან კონსულტაცია აუცილებელია, რათა რაიმე სახის შეცდომები არ დაუშვათ. დავუშვათ ისიც, რომ პერიოდი კარგია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით. აქ შეიძლება ცოდნისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად იყოს კარგი პერიოდი, აუმჯობესებთ ურთიერთობებს დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, რაც ზრდის თქვენს ავტორიტეტს და ზრდის თქვენს პოპულარობას. მოგზაურობის კუთხითაც კვირა მთლიანობაში საკმაოდ კარგია. აი პატარა ტენდენციებს ნეგატიურს მიაქციეთ ყურადღება, ანუ ზედმეტად ძალაუფლებას ნუ გამოიყენებთ და ნუ იქნება ზედმეტად ხისტი. აი ეს არის მთავარი. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ საქმიანი კუთხით პერიოდი უდაოდ წარმატებულია, მაგრამ ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, იმუნიტეტი არ მდგრადია. ამიტომ ნუ გადაიღლებით, ეცეთ არ გაცივდეთ და ამ ხრივ ცოტა გამოაძინოთ საკუთარი თავი, რამდენად შესაძლებლობა გექნებათ ამისი. ზოგიერთი საიდუმლო დაუშვათ კავშირები აქ შეიძლება გამოაშკარავდეს, ან სხვათა ვთქვათ ყურადღება მიიპყროს თქვენი. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, როდესაც პატარა შიშები, ზოგჯერ ზედმეტი განცდები დრო იჩენს თავს. ეს ისტრუმანი ნეგატიური ტენდენციები, რომელიც ითხოვენ მაინც ყურადღებას და კონტროლ ქვეშ მოქცევას, მაგრამ მთლიანობაში საქმე
საქმიანი კუთხით კვირა არ არის ცუდი, უფრო მეტიც აქ შეიძლება მაგალითად ადრეული საქმეებიდან ახლა მატერიალური დივიდენდები მიიღოთ და რაღაც ისეთ საქმეს ჩართოთ, რომელიც ასევე მატერიალური კუთხით გაუმჯობესებს თქვენ შესაძლებლობებს, ნელ-ნელა მატულობს ინტუიცია. რომელზეც დაყრდნობით უფრო სწორად ჩვენს გააკეთებთ და უფრო სწორად იმოქმედებთ. ეს ყველაფერი 12 ზოდიაქოს ნიშნის, ასე ვთქვათ, ასტროპროგნოზია და ეხლა უკვე მოდით აღვნიშნოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების ასტროპერსპექტივა დღეების და სწორედ დღეების მიხედვით, დღეები როგორი გვექნება ჩვენ. მაგალითად, ხვალინდელი დღე. ნუ დღეს ვიცით, რომ სავსე მთვარეობა, ცოტა ყურადღებით ხილად უნდა გავიაროთ იგი. აი ხვალინდელი დღე როგორი იქნება. მაგალითად, ხვალ ორშაბათს 14 აპრილს. კარგია საქმის ასე ვთქვათ კეთებისთვის ხვალინდელი დღე. ხელსწყობს იგი ასევე დალაგება და სუფთავებას, ზედმეტი ნივთებისგან განთავისუფლებას, ასევე პარტნიორ ურთიერთობებში მოიმატებს კრეატიულობა, ინტუიცია, სექსუალურობა და ძალიან ეფექტური იქნება ყელყურცხვირის და ზედა სასუნთქის სისტემის კურდალობა. მეტი იმოძრავეთ და ასევე აღვნიშნოთ, რომ ხვალ მაგალითად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარცსკესო რეპროდუქტიული სისტემა. აღვნიშნოთ, რომ ხვალინდელი დღე ასევე კარგია თვითშემეცნებისათვის და მანქანის ყიდვა გაყიდვისათვის. აი ამ კუთხითაც იგი კარგია. პოზიტიურია ხვალინდელი დღე ქალწულის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება უკვე 15 აპრილს, აქ ჩვენ გვაქვს გეომაგნიტური ეს დღე. სამშაბათ ესე გეომაგნიტური ენერგიები ამ დღისა მეტ პრობლემებს უქმნიან გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემების, ამიტომ მეტად აკონტროლეთ წნევა, უწყლობის შემთხვევაში გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი. ამავდროულად კარგია სამშაბათი საყოფაცხოვრებო საქმეებისათვის, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აქ შეგიძლიათ განთავისუფლდეთ ცრუ მეგობრებისა და შორიანი ადამიანებისგან. პარტნიორ ურთიერთობებში ნოიქნები ზედმეტად იმპულსური, მოუთმენელი, ეჩვიანი, წყენიანი, მოდი ასე ვთქვათ და აგრესიული. რაც ცოტად გართულებს ამ ასე ვთქვათ ურთიერთობებს. დავუშვათ ის, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქაც შარცსკესო რეპროდუქტიული სისტემა და სხვა შორის ეს პერიოდი სამშაბათი კარგია მაგალითად რეცხვისთვის, რემონტისთვის, გამოძიებისთვის, ამ კუთხით მანქანა ყიდვა გაყიდვისთვისაც არ იქნება ცუდი კომპეტენტურობის გამოსავლად. ამ ხრივ კარგია. პოზიტიურია სამშაბათი კუროს და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 16 აპრილი, ეს არის ოთხშაბათი დღე. აქ პირველ რიგში მოდით მიაქცევთ ყურადღება იმას, რომ ცისკაბადონზე საინტერესო მოვლენა ხდება გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური სწორედ 16 აპრილიდან, ოთხშაბათიდან 10 მაისამდე გადაასვლებს ვერძის ზოდიაქოში და ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანთა აზროვნებაში. გონება მახვილობას, კომუნიკაბილურობას, ლიდერულ ორგანიზატორულ თვისებებს, მებრძოლ სულისკვეთებას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, მაგრამ ამ დადებითთან ერთად გააღვივებს უარყოფითსაც, მაგალითად რას? სულსწრაფობას, სიჯულტეს, ზედმეტპირდაპირობას, უყაერათობას, კამათისადმი მიდრეკილებას, ეგოიზმს და აგრესიას. ესე იგი, ამ პერიოდში უკვე ესე იგი 4 შაბათიდან 10 მაისამდე ამ მოვლენასთან დაკავშირებით ეს უარყოფითი თვისებები მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენში, ხოლო დადებითი მაქსიმალურად გამოავლინეთ. დავუშვათ ისიც, რომ მოსალოდნელია 16-ში და 17-ში 4 შაბათს და 5 შაბათს აპრილისა გარკვეულმა ქრონიკულმა დაავადებებმა მეტად იჩინონ თავი ან უფრო ცოტა გამწვავდნენ. აი ეს განსაკუთრებით ეხება ტყუპების, კირჩხიბის, მორიელის და შვილდოსნის ნიშნით დაავადებულებს და მათ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ ამ ხრივ. ასევე 4 შაბათს მაღალი აურის ენერგოდაბინძურების ალბათობა, მათ შორის თვალის აღების ფორმით, ამიტომ გაეცალეთ ხალხმრავალ ადგილებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება 4 შაბათს ღვიძლი, ნავლის ბუშტი, საზარდული, მეჯბარძაღის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ეს კარგია ეს დღე ვერძის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა გადავისვით უკვე 5 შაბათ დღეზე, ეს უკვე 17 აპრილი, ანუ აქაც უნდა ახსოვდეთ, რომ ესე იგი კეჩხიბებს, ტყუპებს, მორიელს, შვილდოსნებს, ქრონიკული დაავადებების გამწვავება 17-შიც აქვთ. მაღალი და ამ ხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით და გეომაგნიტურია თან 17 რიცხვი და ვიყოთ ყურადღებით იმ ხრივაც, რომ რაღაც შინაგანი დისკომფორტი შეგვნათ, პირობში მიაქცეთ ყურადღება წნევას. გაიზომე და თვალსაჩინო იქნა გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი
მაღალი ასევე ხუთშაბათს 17-ში მოტყუების, ცილის წამების, ბავშვებთან და ცხოველებთან გარკვეული პრობლემების წარმოქმნის ალბათობა. პარტნიორთებებში კი მოსაუბრნელია მცდარი წარმოდგენების წარმოქმნა, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. სამაგიეროდ კარგია ხუთშაბათს სუნთქვეთი ვარჯიშების ჩატარება, წყლის პროცედურები, ფილტვების, ხელების, ბრონქების, მეტყველების კურნალობა, კარგია მასაჟი და აუნიშნოთ ისიც რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტება ხუთშაბათს ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარძოი და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ცხადი ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში ხუთშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, ყველაზე კარგია ეს დღე ლომთათვის და სასწორთათვის. ეხლა გადავინაცვლოთ უკვე პარასკევ დღესთან და რა ხდება ცისკაბადონზე. ანუ მოდი ვთქვათ 18 სწორედ რიცხვიდან აპრილისა 17 ივნისამდე. ნახეთ რამხელა ასე ვთქვათ დიაპაზონია საკმაოდ დიდი დროა, იმიტომ რომ ორი თვე რეალურად მოდი ასე ვთქვათ, ხო, ორი თვის განმავლობაში საქმიანობის ენერგიის მმართველი პლანეტა მარსი სწორედ ამ პერიოდში გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოში, იქნება თითქმის ორი თვე. და ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანთა საქმიანობაში, მოქმედებაში, რას, მაგალითად შვილებზე მეტად ზრუნვას, სასკვარლო პარტნიორებისადმი მეტ მიდრეკილებას, აქტიურ მოქმედებას, ასევე გააძლიერებს ლიდერულ ორგანიზატორულ მონაცემებს ადამიანებში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების, ინიციატივის გამოვლენის უნარს, მაგრამ ამ კარტისებთან ერთად გააღვევს აუცილებლად სტორდადროს სიზარმაცეს, პრეტენზიულობას, ეგოიზმს, დიქტატორულ თვისებებს, სულსწრაფობას, ზღვარგ და სულ ზოგჯერ ამბიციებს. აი ეს ტენდენციები ითხოვენ აქ ყურადღებას. და ეს ორი თვე ფაქტობრივად გარკვეული გამოცდა იქნება, იმიტომ რომ მარსი მაინც გარკვეულწილად აგრესიის მმართველი პლანეტაა. ანუ ეს და რადგან ლომში გადადის, ლომი მართავს სიყვარულს, ან სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში და მართავს ასევე შვილებს. ამიტომ ეს არის ერთგვარი გამოცდა. ესე იგი, სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებში ან შვილებთან მიმართებაში რა შეიტათ მეტად? აქტიურ მოქმედებებს, ერთობლივ მოგზაურობას, დაუშვათ სპორტულ თამაშებს და ერთობლივად დაუშვათ თუნდაც საქმის კეთების შესაძლებლობას, ანუ პოზიტიურ ტენდენციებს თუ ნეგატიურს და აქ ექნებათ კონფლიქტები, საქმეთა გარჩევები და ასე შემდგომ. ამის დამიხედვით წარიმართება თქვენი გინდ პირადი და გინდ სასიყვარულო ურთიერთობები უახლოესი ორი თვის განმავლობაში. აი მარსი სწორედ ამაზე მეტყველებს და პარასკევს ილოცეთ, დაალოცეთ ყველა და აქ არ ვარგა ფულის სასწრება, გასესხება, ცოტა მოვარიდოთ მშენებლობასაც, სისხლის გადასხმას, ყურების გახრეტას და აუცილებლად აკონტროლოთ ბავშვები ქუჩაში. ეს პარასკევს დღეს ამავდროულად აუჩვენთ ის რომ გეომაგნიტურია დღეა და ამიტომ თუ ცოტა დისკომფორტი იგზავნეთ აუცილებლად მიაქცეთ ყურადღება თქვენს წნევას და მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი პარასკევს ითხოვს ყურადღებას 15 საათიდან 39 წუთიდან 19 საათამდე 14 წუთამდე გასტანს იგი. აი ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმებისა და ავარიების. რაც ქვეითად მოსიარულეებისგან, მძღოლებებისგან ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველაზე კარგია პარასკევი დღე მშვილდოსნის და მერწყული ზოდიაქოს ნიშანთათვის, ხოლო ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ასევე ძლოვანი სისტემა და ხერხემალი სახსრების ზონა. თქვენცით რომ შენი ჰოროსკოპი ესეთ ჟურნალი კვლავ ჯერ კიდევ გაყიდვაშია და იჩქარეთ, იმიტომ რომ ნელ-ნელა თავდება და აქ არის უამრავი საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის თქვენ გაქვთ მაგალითად მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდები გათვლილი, ასევე აქ არის ცალკეული თვეების და მიხედვით ასე ვთქვათ, ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტრო პერსპექტივები. ამის გარდა იცით რომ არის დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, აქ არის აღნიშნული საზღვრო პოლიტიკური პროგნოზი, ასევე გაქვთ აქ გეომანტიის, დედამიწის გეომანტიის გრაფიკული გამოსახვები და აქვე და უკვე იგებთ სად არის უარყოფითი ენერგოველი, სად დადებითი, რა პერიოდებში რას ნიშნავს ეს, ამის განმარტება, ამის გარდა ყოველდღიური ასტროპროგნოზი მთვარის კალენდრის დამიხედვით, ასტროლოგიური პროგნოზი 2025 წლისთვის აღმოსავლური დასავლური ზოდიაქოს ნიშანთათვის ესეც აქ არის და შეგნით რასაკვირველია თქვენ შეხვდებათ უკვე კალენდრების მთელი დასტა. პირველ რიგში პატარა კალენდრები, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, აქ აღნიშნულია 12-ვე თვის თვეზე გათვლილი
ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ასტროპროგნოზი, იმ კუთხით, რომ დადებითი უარყოფითი დღეები, ახალი მთვარე, სავსე მთვარე, როდის არის, რას ნიშნავს და ასე. მაგრამ ეს თუ გინდა მთელი ოჯახისთვის და არა მაგალითად ერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის, მაშინ უკვე შიგნით ამ ჟურნალში თქვენ გელოდება დიდი საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის არის გათვლილი დადებითი უარყოფითი დღეები, ახალი მთვარე, სავსე მთვარე, ამის ახსნა განმარტება თვეების და მიხებით და აქვე თქვენ ნახავთ ასევე ბიზნეს შემოქმედებით კალენდარს, დადებითი უარყოფითი დღეები და ასევე სამედიცინო ასტროლოგიურ კალენდარს, სადაც აღნიშნულია ის დღეები, როდესაც ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარება ამ თუ ორგანოზე არ იქნება სასურველი. ეს დაახლოებით 2 დღის ტენდენციებზეა საუბარი. და აქედან გამომდინარე, ესე იგი ოპერაციას არ გაიქცევთ იმ დღეს, რომელიც დაუშვათ ამა თუ იმ ორგანოსთვის ცოტა სახიფათოა. ეს ყველაფერი თქვენ რას ყველა გელოდებათ, ესე იგი ჯიხურებში. მთელი რესპუბლიკის ფარგლებში არის ეს ყველაფერი, პრესის ჯიხურებში, მაშინ ბიბლიაშიც არის შეტანილი და ასე შემდგომ შეგიძლიათ ეს მოიკითხოთ და ასე ვთქვათ, ნიკორაშის მაღაზიებშიც კი შეიძლება ნახოთ და თუ ვერ ნახეთ, მაშინ შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და ამ ჟურნალებს უკვე სახლში მიიღებთ. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ თემებს, ჩვენ შევჩერდით შაბათ დღეზე, მნიშვნელოვანია შაბათი დღე 19 რიცხვი აპრილისა, რატო? იმიტომ რომ ამ დღეს ხდება სტიქიების შეცვლა. ვერძი ზოდიაქოდან ერთი თვით მზე გადასვლებს კურო ზოდიაქოში. და მზე გავლენის შედეგად მეტად განავითარებს ადამიანებში ორგანიზებულობას, მოთმენებას, შეუპოვრობას, შემოქმედებით ნიჭს, ერთგულებისადმი მიდრეკილებას, პრაგმატულ აზროვნებას, სტაბილურობას, ტრადიციებისადმი მიდრეკილებას, მაგრამ ამავდროულად განავითარებს ცოტა ნეგატიურ ტენდენციებს, რაც კუროზე როგორც არის სიჯუტე, გადამეტებული პირდაპირობა, სიზარმაცისადმი მიდრეკილება, აი ნეგატიურ ტენდენციებს შემდეგი ერთი თვე მეტი კონტროლი დაუწესოთ, პოზიტიური მაქსიმალურად გამოავლინოთ. თვითონ რაც შეეხება, ასე ვთქვათ, თვითონ ამ მოვლენას, ეს ხო ჩვენს მოვლენა უახლოეს ერთ თვის განმავლობაში 19 რიცხვიდან ასევე ხელშეუწყობს საბანკო საფინანსო სექტორის, ასევე აგრობიზნესის, დიზაინის, არქიტექტურის სექტორების განვითარებას, მშენებლობას, ხელოვნების, ინჟინერიის სფეროებში მეტ განვითარებას, ვაჭრობაში წარმატების მიღწევას. აი ამ ხრივ ეს შემდეგი თვე 19 რიცხვიდან იქნება ფრიად სასიკეთო, რაც შეეხება თვითონ შაბათ დღეს, პირველ რიგში გაანალიზეთ თქვენი წარსული ცხოვრება. ამ ხრივ ეს დღე კარგია, მეტი დრო დაუთმეთ სახლის კეთილმოწყობას, დალაგებას, მოწესრიგებას, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, ურთიერთობებს და შესაძლებელი იქნება შაბათს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაც, მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყებაც კი. და აღნიშნოთ ისიც, რომ პირველ რიგში თქვათ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გზლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კბილები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთმერთებაში შაბათს არ იქნება სასურველი. დადებითი დღე კირჩხების, თხისქას, თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა კვირა დღეს, აქ პირველ რიგში, უკვე წინ შეგვიძლია მოგილოცოთ, იმიტომ რომ შემდეგ კვირას გადაცემა არ იქნება, იმიტომ რომ აღდგომის წყინვალე დღესასწაულია, მე წინ ამიტომ შემიძლია ეხლავე უკვე მოგილოცოთ ეს დღესასწაული და ამიტომ, ასე ვთქვათ, ეს დღე ასევე მნიშვნელოვანია ყველასთვის. აქ მივცეთ ყურადღება ღამის საათებს 21 საათიდან 22 წუთიდან ღამის პირველ საათამდე ჩვენ გვაქვს უკურსო მთვარის, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რის გამოც ამ დროს დუმდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიების. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსწავლეებს 21 საათიდან 22 წუთიდან ღამის პირველ საათამდე განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. დღე მთლიანობაში კარგია ასტროლოგიური კუთხით მომზადებული პროექტების რეალიზაციისთვის, ლოცვისთვის, უანგარო მოქმედებისთვის, ვარდეთ ურთიერთობებს გავლენიან ხელმძღვანელ პირებთან. აქ არ არის სასურველი ვაჭრობა, გასვლითი ოპერაციების ჩატარება, ახალი კავშირების დამყარება, საგვიბრაციან შეიტანთ ხილს, თავს და სხვა ალერგიის გამოწვევ პროდუქტებს და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები, კანის ზონა, მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს მithumetes სიმძიმეებთან ერთად, ეს არ იქნება სასურველი და პოზიტიურია შემდეგ კვირა კუროს, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს უკვე შემდეგ კვირის ასტროპროგნოზი.
და ეხლა ვნახოთ კიდევ სხვა მოვლენები შემდეგ კვირის, როდესაც აქ მოგეთათ საქმე ფინანსებთან ან ბიზნესთან, აი 13 რიცხვი ორშაბათი დღე აქ ემოციურ გაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, არათა შემთხვევაში ეს იქნება შეცდომა. აქ ჯობია პატარა პაუზა აიღოთ იმისთვის რომ გაიაზროთ რაღაცები. აი უკვე 15-დან კი ბატონო კვირის ბოლომდე აქ შეგიძლიათ ახალი შემოსავლის წყაროების ძიება. თუმცა დაუშვათ რაღაც პირობები, რა პირობებს იქნება დადებული ხელშეკრულება ან მოლაპარაკება, ეს კარგად წინ და წინ, ასე ვთქვათ, მოილაპარაკეთ, გაიაზრეთ, აქ ნუჩქარობთ ამ კუთხით. თუ არის შანსი, ავანსიც შეიძლება ითხოვოთ ამ პერიოდში, კი ბატონო. რაც შეეხება ახლა მოგზაურობას 14 რიცხვი კონფლიქტურია. ამიტომ პატარა რაღაცაში შეიძლება კონფლიქტი შეიქმნას, მათ შორის დაუშვათ იქ ტრანსპორტში, ამიტომ ნუ იკამათებთ. რათა უსიავნების ადგილი არ ქონდეს. ხოლო აი 15 რიცხვიდან კვირის ბოლომდე პერიოდი კარგია მოგზაურობის კუთხით. ხო, რაც შეეხება ახლა უკვე სასკოლო ორთებებს, აქაც 14 რიცხვი ცოტა კონფლიქტურია და აქ მოდი ასე ვთქვათ, ეცადეთ რომ აქ სიტუაცია არ გაამძაფროთ და არ იკამათოთ. 15-დან კი ბატონო პერიოდი კარგია, შეგიძლიათ ინიციატივის გამოვლენა პარტნიორულ სასკოლო ურთიერთობებში და ვთქვათ, თქვენ აშკარად შეგიძლიათ უფრო მეტი ყურადღება გამოავლინოთ, უფრო მეტი სიტყვა პარტნიორულ ურთიერთობებში და ამ მხრივ ეს კონტაქტი იყოს უფრო მეტად კარგი. რაც შეეხება სხვა მოვლენებს, მაგალითად კურნალობის დაწყება, ვისაც აქ დაუშვათ განზრახული მომავალ კვირას. მათ საყურადღებოდ აღნიშნავთ, რომ ყველაზე კარგი დღეები იქნება 16 და 17 აპრილის დღეები. და უკუჩვენება არც დღეს არ აქვს. დარჩენ დღეები უბრალოდ საშუალოა. ამიტომ თუ ამ როგორ დღეს ვერ ახერხებთ დაწყებას, მაშინ ნებისმიერი სხვა დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ კვირაში. რაც შეეხება ახლა მოგზაურობის კუთხით 15, 16, 17 ეს დღეები განსაკუთრებით კარგია. ვიმეორებ 14 არ ვარ გადა 19-იც ისე რა. დარჩენ დღეები ნეიტრალურია. სამსახურის შეცვლის კუთხით კარგია 14, 16 რიცხვები და არ ვარ გადა 17 აპრილის დღე. დარჩენ დღეები აქაც საშუალოა წარმატების კუთხით ხელშეკრულებების დასადება 15 და 16 აპრილის დღეები კარგია არ ვარ გადა 14 17 18 19 რიცხვები აპრილისა ქორწინებისთვის ყველაზე კარგი იქნება 15 და 19 აპრილის დღეები არ ვარ გადა 14 16 17 18 ბინის ყიდვისათვის ახალბინაში გადასვლისთვის ყველაზე კარგია 16 აპრილის დღე არ ვარ გადა 14 და 17 აპრილის დღეები და არჩენ დღეები ამ ხრივ საშუალოა მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველაზე კარგია 14 ასევე 18 19 აპრილის დღეები და არ ვარ გადა 16 და 17 აპრილის დღეები. სხვილი საღირლებისთვის ყველაზე კარგია 15 17 აპრილი და არ ვარ გადა 14 16 19 აპრილის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად 14 15 17 19 აპრილის დღეები კარგია და არ ვარ გადა 18 აპრილის დღე. ეხლა რაც შეეხება თმების შეჭრას, ვისაც აქ განზრახული, აქ ჩვენ გვაქვს ორი დღე. 16 აპრილი და 19 აპრილი. აი ეს ორი დღე გამოიყენეთ თმების შესაჩერად, ორივე საკმაოდ კარგია. ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენს საფინანსო რიტუალებს, ისიც ეს რიტუალები ის მოქმედებებია, რომლებსაც თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ ამათ მოქმედებით გააძლიეროთ ფინანსური ენერგია, მიიზიდოთ თქვენდამი ფინანსური ეგრეგორი. და აი ესეთი მაგალითად რა მოქმედებები შეიძლება გაკეთდეს ამ კვირაში, რომ მოიზიდოთ ეს ენერგია, ამ პირიქით თუ არასოდეს მოქმედებით, განზიდვა მოხდება თქვენგან. აი ხვალ მაგალითად 14-ში კარგია სარკის შეძენა, საიუველირო ნივთების შეძენა. ეს მერე მიუხედავად აქ ხარჯისა ორმაგ შემოსავალს შემოიტანს, მაგრამ სხვის საფულეში ხვალ ნუ შეიხედავთ, თორე თქვენი საფულედან წავა თანხა. 15 აპრილს სამშაბათს კარგია საფულის შეძენა, ფულის ვალში აღება, გაცემა და არ ვარ გას ქვისი ფულის გადათვლა. 16 აპრილს ოთხშაბათს შეიძლება ესე თხილი კაპიტალ დაბანდება, საათის შეძენა, ვალის დაბრუნება. 17 აპრილს კარგია აქაც ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარ გა ინვესტიციების გაკეთება. 18 აპრილს პარასკევს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარ გა საგუტარი ფულის გადათვლა, ფულის ვალში აღება ან გაცემა, ამისგან შევიკავოთ თავი. 19 აპრილს ნებისმიერი ქველმოქმედება შაბათს იქნება შემდგომ ფინანსური მდგომარეობის გამოუჭებესების ფაქტორი და ასევე აღნიშნოთ 20 აპრილს რა ხდება
20 აპრილს უბრალოდ შეიძლება თქვენი ფულის გადათვლა, ფულის ვალში გაცემა და აღება ამ ხრივ კარგია, მაგრამ სხვის საფულეში ნუ შეიხედავთ, რომ თქვენი საფულიდან წავათ ანხები. ეხლა რა შეეხება უკვე ანგელოზის საათს, იცით ეს ის დროა, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში პარველ ანგელოზთან, ამ პერიოდში ილოცოთ კიდეც და თხოვოთ მას თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ თხოვნა ადეკვატური იმისა, რასაც იმსახურებთ, ის ახდება. თუ არა და არა. ხვალ 14-ში ანგელოზის საათი გვაქვს 12 საათიდან 14 წუთიდან 13 საათამდე 3 წუთამდე. ამ პერიოდში რა დროითაც გინდათ, თუნდაც ნახევარი წუთით გინდათ ამ მთელი ამ დროის განმავლობაში. შეგიძლიათ ილოცოთ და თხოვნით მიმართოთ მას. 15 აპრილს სამშაბათს დილის 10 საათიდან 45 წუთიდან დღის 11 საათამდე 32 წუთამდე. ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 16 აპრილს 4 შაბათს დღის 15 საათიდან 15 წუთიდან 16 საათამდე 3 წუთამდე. 17 აპრილს 5 შაბათს ანგელოზის საათი იწყება 13 საათიდან 30 წუთიდან 14 საათამდე 25 წუთამდე გასტონს იგი. 18 აპრილს პარასკევს 15 საათიდან 13 წუთიდან 16 საათამდე 3 წუთამდე. ანგელოზის საათი 19 აპრილს შაბათს იწყება დღის 11 საათზე 33 წუთზე და გასტონს 12 დღის 12 საათამდე 22 წუთამდე. და შემდეგ კვირას 20-ში დილის 9 საათიდან 27 წუთიდან დილის 10 საათამდე 14 წუთამდე. ეს არის ანგელოზის დრო და საათი. ეხლა მოდით აღვნიშნოთ რომ ვისაც აქვს განზრახული პირადი ჰოროსკოპი შედგენა და აქ ძალიან საინტერესო ადამიანები მოდიან სხვა შორის ჩემთან ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით და საინტერესო მოვლენები აქვს მოყავთ მათ შორის ბავშვები და მათთან ძალიან საინტერესო დიალოგები ხდება და ეს სხვა შორის აი პიროვნება რომელსაც დიდხანს ვერაფერ ვერ გაიგო რატო დაიშალა ოჯახი აიმედია რომ გავაგებინე ყველაფერი კარგად გაიგო გაანალიზა აღიარა თავისი შესწავლით მიხვდა რა იყო უკვე მეორე მხრიდან ასე ვთქვათ შემოტევის თავარი მიზეზი და შემდგომ და აბსოლუტურად სხვანაირად დაისახა ახლა ცხოვრება და იმედია რომ რაღაცებსაც გამოასწორებს. ამიტომ პირადი ჰოროსკოპი ეს არ არის მხოლოდ გასართობი ფორმა, გარკვეული ვარტობის ფორმა, იმიტომ რომ ადამიანისთვის საინტერესოა ბევრ ამის გაგება, რასაც იგი იგებს, მაგრამ თავარი ის არის რომ აი ინფორმაციის მეშვეობით ადამიანი უკეთ ერკვევა საკუთარ შესაძლებლობებში, კარგად ხედავს თავის უარყოფით ტენდენციებს, დადებითსაც თავისთავად და კარგად ხედავს თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის მოვლენა, რატო? იმიტომ რომ სამყარო იმართება მიზეზ-შედეგობრივი პრინციპით. ყველა შედეგს ცხოვრებაში აქვს თავისი მიზეზი. ადამიანს გონია რომ შემთხვევით ხდება რა, შემთხვევით არ ხდება, ყველაფერი კანონზომიერია, ადამიანს გონიათ რომ უსამართლობას აქვს ადგილი სამყაროს მხრიდან, არა. და ამჯერად აი უნდა ნახოთ როგორ ხდებიან მერე, რომ ის რაც მოხდა მათ ცხოვრებაში და რა სადაც მოდიან თავიდან მეუბნებიან აი რატოა ეს უსამართლობა და ბოლოში მეუბნებიან არა უსამართლობა არ არის. ეს მე დამსახურე. ეს არის აბსოლუტურად სწორი გაგება, იმიტომ რომ ხდებიან რატო ხდება ბუმერანგი მოქმედებს და აქედან გამომდინარე იმისთვის რომ ამაში ყველაფერში კარგად გაერკვეთ არავის არ დაემდუროთ საკუთარი თავის გარდა თქვენ უშვებთ შეცდომებს უშვებთ გასაგები ამისთვის ვართ მოსული ამ სამყაროში მაგრამ თავარი ეს გავიგოთ და გამოვასწოროთ ამისთვის ვართ აქ ამიტომ პირადი ჰოროსკოპი ვისაც უნდა და ამაზე ახლა გეტყვით კიდევ ერთ-ორ სიტყვას ესე შეგვიხვიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38 მეორე 599 91 52 38 შევადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი, ვნახოთ რა შეა თქვენი კოსმიური მისია, რას არღვევთ, რას ასრულებთ და დავსახოთ შემდეგი გზები. სხვა შორის ამასთან დაკავშირებით მოხდა ერთი გარღვევა, მინდა გითხრათ აი ამ პერიოდში, აი წინა კვირა რატო გაგვისცა ჩვენ, იმიტომ რომ მე ვიყავი აჭარის კულტურის სამინისტროს მოწვევით ბათუმში. ეს იყო პირველი ჩემი ვიზიტი რეგიონებში, მინდა გითხრათ, არასოდეს არ ყოფილა ჯერ რეგიონების მხრიდან გამოხმაურება, то რეგიონებში ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება ასტროლოგია კიდე ბოლომდე არ იციან რა არის ზოგს გონია მკითხაობა და შემდგომ ზოგს ეშინია და შემდგომ ამიტომ თბილისში რთულად, მაგრამ ნელ-ნელა ყინული დაიზრა რაზე ალაპარაკი ადრეულ პერიოდში უფრო რთული იყო ამ ბოლო ხანს უფრო ადვილდება, იმიტომ რომ უნივერსიტეტშიც ჰქონდა ლექციები, სხვა შორის ჰქონდა ასევე ლექციები პოლიტექნიკურში, სამედიცინო ინსტიტუტში 5-ჯერ თუ 6-ჯერ და ასე შემდგომ თბილისში ეს იყო სხვა შორის ეხლა კიდე გაჩნდა ენთუზიასტმა ჯგუფი, რომელიც ალბათ მალე კიდე მოაწყობს ჩვენს ასე ვთქვათ ურთიერთობებს საზოგადოებასთან, ასტროლოგიასთან მიმართებაში ლექციების სახით.
და ამას შეგატყობინებ თავისთავად, მაგრამ რეგიონში ჯერ არ ყოფილა. არც ერთ რეგიონს არასდროს სურვილი არ ქონია, რომ დავუშვათ მე იქ რაღაცა ლექცია წამიკითხა ასტროლოგიის ირგვლივ. ნუ რაღაც შიშებია და შენგო. ეხლაც მინდა გითხრათ, რომ აჭარაში იყო ძალიან საინტერესო მოვლენები, ნუ ჯერ როცა ჩავედი, სოციალური იყო მათი ტელევიზიის შუადღის გადაცემის ყურადღება და დამპატიჟეს და იქაც ვისაუბრეთ ამ თემებზე და მე უკვე თვითონ აი საინტერესო ხალხი მოვიდა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის რომ აჭარაში ღვივდება ის თუმცა ყველა ვერ მივიდა და მას მიძლება ესაც მითხრეს რომ ზოგიერთი მათ შორის ცოტა მაღალ ჩინოსანი მათ უნდათ მოსვლა მაგრამ ესეთი ფრაზა თქვეს აი არ ვიცით რა რეაგირებას მოახდენს ამაზე ხალხი ამიტომ არ გვინდა ცოტა რომ ამ იმაში გავყოთ თავი თუმცა გვაინტერესებს ბატონო გასაგებია რომ ეს იყო თავიდან თბილისშიც ნელ-ნელა გავვა ეს ყველაფერი იმედია რომ ასე ვთქვათ რეგიონებშიც ნელ-ნელა ინტერესი და ეს რაღაც შიში რა სიტყვის ხალხი ასტროლოგიის მიმართ ნელ-ნელა გაიფანტება და ინტერესი მეტი იქნება და რეგიონებში გზნობ ინტერესს საზოგადოების მხრიდან ნელ-ნელა მატულობს და პირველი საინტერესო ლექციები წავიკითხეთ ასეთი თემა იყო საინტერესო სხვა შეს ხელოვნება და ასტროლოგია თუმცა ბევრ სხვა ნაწილებზეც ვისაუბრეთ ასტროლოგიის უწარის კარმული ასტროლოგია და ბევრი სხვა და ინტერესი იყო ძალიან დიდი გამოხმაურება კარგი ძალიან სასიამოვნო იყო იმ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემო ბათუმელებო დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის ამ დახვედრისთვის მინდა გითხრა და იმედია რომ მომავალში კიდე გაგრძელდება ეს ჩვენი შეხვედრები უფრო ფართო მასშტაბით და უბრალოდ სხვა თემებსაც შევარჩევთ თქვენთვის საინტერესოდ მაგრამ რაც იყო ძალიან კარგია პირველი გარღვევა ბათუმში და იმედია მე უკვე სხვა რეგიონებშიც კი ეხლა ამიტომ ინტერესი ასტროლოგიისადმი მადლობს ამიტომ შეგვიხმიანეთ პირად ჰოროსკოპთან სხვაში იგივე ბათუმელებმა ნუ მინიმუმ 1-15 კაცი მაინც იყო ვისაც ძალიან უნდა პირადი ჰოროსკოპის შედგენა და იმედია რომ ამასაც ჩვენ მოვახერხებთ უახლოეს პერიოდში და ეხლა მოდი ამშვიდობთ ისიც რომ ტენდენცია რომელიც უკავშირდება ინტერესს ასტროლოგიისადმი შემთხვევითი არ არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახი ძალიან ბევრი ადამიანია სხვა შორის ეხლა ხან იყო კიდე ესეთი შემთხვევა როდესაც ოჯახი იშლებოდა ფაქტობრივად და ჩვენ შევძელით იმდენი რომ ამ ოჯახის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე შევხვდით მე ერთობლივად შევხვედრეთ და ბევრ რაღაცაზე თვალი აეხილა და ახლებურად დაიწყეს ურთიერთობა რაც ჩემთვის მაგალითად იყო ძალიან სასიამოვნო იმიტომ რომ ეს არის ალბათ თავარი რაც უნდა დაინახოს ასტროლოგმა რომ მის მოქმედებებს აქვს შედეგი და შედეგი არის პოზიტიური აი ესე ძალიან სასიამოვნო მოვლენა იყო რომელიც ამასთან იყო დაკავშირებული ამ ჩემს ვიზიტთან რის გამოც გაგვიცდა ჩვენ წინა კვირის გადაცემა სხვა შორის მინდა გითხრათ რომ შემდეგი ესე კვირა ცდება იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ესეთი დიდი დღესასწაული როგორიც არის აღდგომა და იმის შემდეგ კვირას უკვე შევხვდებით ისევ ერთმანეთს და მე იმედი არაფერი აღარ შეგვაფერხებს და ბოლომდე გავაგრძელებთ ამ გადაცემებს ეხლა ხვალ მე მინდა გითხრათ რომ დილით რასკოლია ჩვეულებრივად იქნება გადაცემები იქით ორშაბათს არ ვიცი შეიძლება არ იყოს და იმედმა მაგალითად შეიძლება სამშაბათს დაამენიშნოს ორშაბათის მაგერად იმიტომ რომ ორშაბათიც აღდგომასთან არის დაკავშირებული ბევრი საზაფლაოზე გადის და ასე შემდგომ მაგრამ ამ ორშაბათს იქნება ყველაფერი ჩვეულებრივად როგორც არის იგივე დავუშვათ აქ იმედი ხვალ დილით 15 წუთი რო დააგდება 9 შემდგომ უკვე იცით რომ პოსტივიში 10 საათისთვის იქამდე რადიო იმედში 20 წუთზე 10 საათზე ვიქნებით და რადიო ფორტუნა ცალკე ყოველ დღეს სამჯერ მოგაწვით ინფორმაციას ამ პროგნოზის შესახებ და რასკოლია ჟურნალი თბილისელები გაზეთი ასავალ-დასავალი იცით თქვენ პარასკევი დღე პარასკევს შუა დღეზე ჩვენ რუსთავი ორზე ხვდებით ერთმანეთს და ვხართ გაფრთხილებული შეარაღებული იმედია წარმატებული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მოდიან ამ ბოლო ხანს განსაკუთრებით საინტერესო კითხვებით ძალიან საინტერესო ცხოვრებისული პერიპეტიები და კიდევ უფრო საინტერესოა როცა ისინი იწყებენ ცვლას ამ თავისი ცხოვრებისული პერიპეტიების იმიტომ რომ ირგვლივ ძალიან ბევრი ენერგიები ტრიალებს აი როცა ადამიანი ერკვევა რა ხდება რა ენერგიებია რას იწვევენ თითო როგორ უნდა იმოქმედოს დაუშვათ რა დაცვა დააყენოს და როგორ დააყენოს ამ ენერგიების საწინააღმდეგოდ ამაზე ჩვენ საუბრობ და მე უკვე სხვანაირი მიდის ჩემგან თვითარწმენაც მატულობს განწყობა სხვანაირია გავსებულია პოზიტიური ენერგიებით და მე უკვე სხვანაირად იწყებს ცხოვრებას ამიტომ მომწონდით გავაკეთოთ პირადი ჰოროსკოპი და იყავით წარმატებულები ჩვენი საეთერო დრო სამწუხაროდ იწურება ჩვენ ესე იგი შევხვდებით 2 კვირის შემდგომ და ვისაუბრებ დანარჩენ
თემებზე ამასთან დაკავშირებულს პირველ შეეცადეთ რომ ეს კვირა აქტიურად გამოთ. Იმიტომ რომ მთლიანობაში დედამიწა პოზიტიურ გოგოლში, ამიტომ შანსები მიუხედავად პატარა წყალქვეშა დინებებისა, ყველა ზოდიაქოს ნიშანს მაინც აქვს კარგი, ამიტომ გამოიყენოთ შანსები ვიაქტიუროთ, აქტიურად ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირას უკვე მერე ცოტა დედამიწა ორგოლშია და სირთულეები იქნება ცოტა მეტი, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. მე კიდევ ერთხელ მინდა წინ ჯერთი მოგილოცოთ დღევანდელი ბზობა. Problem ზობას დაგვასწროს ღმერთმა და მე უკვე შემდეგი კვირის აღდგომა და აქაც ასე ვთქვათ მინდა სწორედ წინ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ვიღავით ბედნიერები, წარმატებულები, სულიერად გავითარებული და რასთვარია მოსიყვარულენი. Ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით მე გისურვებ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.